დემოკრატიულ კანონებზე და ჩვენი შეფასებით, აი მაუწყებლის შესახებ კანონში შევდოთ ცვლილებები, რის მიხედვითაც ფაქტობრივად ნებისმიერი გრანტის შიდა თუ გარე გრანტის მიღება აგვეკრძალა მაუწყებლებს ტელეკომ კანონზე. ეს არის დემოკრატიული მიღება აიგრძალა თუ უბრალოდ არის გამჭირვალობაზე საუბარი? არა, აიგრძალა მიღება. და საზოგადოება მიცოდეს, თქვენ ძალიან ხშირად საუბრობთ საზოგადოების სახელით, ხალხის სახელით, საქართველოს სახელითაც კი საუბრობთ ხოლმე. და მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად იქნებით გამჭირვალე, თქვენ თუ უნდა იყოთ დაინტერესებული, რომ უფრო მეტად იყოთ გამჭირვალეები თუ რა დაფინანსებას ღებულობთ, რაში იხარჯება ეს დაფინანსება, როგორ ხმარდება ეს დაფინანსება და ვის ხმარდება, მე მგონი თქვენსაც უკეთესი იქნება. აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის, საქონლის მომსახურების განთავსებისა. ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა. გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის, საქონლის მომსახურების განთავსებისა. ან და პროგრამის მომზადების, ან და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება, ან და თანადაფინანსება. ცვლილება ძალაში 1 აპრილიდან შევიდა.